3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის სახლზე ხართ. დღეს ჩვენ გვაქვს როლიკების ჩელენჯი. და დღეს ჩვენთან ერთად არის წარმოუდგენელი საოცარი მწვრთნელი ჰამედი. გამარჯობა ყველას. გამარჯობა. გვექნება 5 ტური, რომელშიც შევასრულებთ იმ მილეთს, რომელსაც მწვრთნელი გვაჩვენებს. ყველა ტურში გვეყოლება გამარჯვებული და დამარცხებული, რომელიც განახორციელებს სასჯელებს. და ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ინფორმაცია, დღეს სასჯელები ძალიან მკაცრი იქნება. ვიდეოს ბოლოს დავიგებ ვინ მოიგო ჩელენჯში. გონი მე ვიქნები. ხო. მე მოვიგებ. წავიდა. მოდი ვნახოთ პირველი ილეთი. აბა მზად ხართ პირველი ილეთისთვის? კი! მაგრამ ჯერ ჩვენ სასჯელს ვირჩევთ. ვინ დაატრიალებს? მე დავატრიალებ. აბა რა მოვიდა? სასჯელს ქვია უნდა გაეზიარო. კარგი, იქნებ რაღაც გებრიელი იყოს. უნდა გაიზიარო. გონი ეს სასჯელი 2 ადამიანისთვის იქნება. ან მაკდონალდში სწავლობთ და ნაგეთებს გავეზიარებთ. პირველ ილეთს ქვია 180. რა? 180? ანუ უნდა დავატრიალდეთ. ასე გამოიყურება. ვაუ, მაგარია. სერიოზულად? ეს არის 180? რა, გაჩერდი, სახლში წავედი მე. კარგი, ვიხუმრე. სულ სხვა ილეთი გვექნება. მადლობა ღმერთს. სინამდვილეში 180 ასე გამოიყურება. როლიკებით უნდა გავიაროთ? მე მეგონა უბრალოდ რომ გარიყავით. რეალურად რაღაცნაირად უფრო ადვილია. აუ, შაშინელება. კარგი, ვითამაშოთ ჯეირანი, რომ გავიგოთ ვინ იქნება პირველი. ჯეირანი. მაშ ვინ არის პირველი? ვინ არის ბოლოს წინა და მესამე? ჯეირანი. Yes, ბოლო ვარ. მე ბოლოს წინა ვიქნები, გასაგებია? გესმით ჩემი? ჯეირანი. მე ბოლოს წინა ვარ, რისკი მესამე იქნება. ჯეირანი. Yes, მე პირველი ვარ. მე მეორე ვარ. მოდი მაჩვენე როგორი ადვილია. მეგობრებო, ეს მართლაც ძალიან მარტივია. მწვრთნელმა ძალიან მარტივი დავალება მოგცა, რომ აუცილებლად გავუმკლავდეთ. ფიქრობ, ყველაზე რთული ილეთი ბოლოს იქნება. ეს მისთვის არაფერია. ვა, პირველივე ცდაზე გააკეთა. ზლატა, ვეცდები. სამი თვია ფიგურულ სიას ვაკეთებ. ხშირად გავარ როლიკებზე და ციგურებზე. შეიძლება გამომივიდეს, შეიძლება არა. ნუ გამოვისნობ, ნახოთ. ძალიან საშინელი იყო, ყინაღამ დავეცი. მაგარი იყო, მაგრამ მან თქვა რომ არ შეეძლო ამის გაკეთება. მე ვთქვი რომ შემეძლო, მაგრამ გარანტია არ მქონდა. კირილ. რა თქმა უნდა, ბავშვობაში სიგურებით ვსრიალებდი, დაახლოებით 7 წლის ვიყავი, მაგრამ არ ვიცი გავიმეორებ თუ არა ამილეთს ახლა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სასჯელი ჩემია იქნება. არი ნერვიულო გამოგივა. დიახ, რა თქმა უნდა, მე ვარ ის, ვინც ყველაზე გამოუცდელია როლიკებზე. საერთოდ არ მიტარებია როლიკები. ჟენია. მე სპაიდერმენი ვარ. მე ტონი სტარკს გავარ. ჰარივით ვარ, კაპიტანი ამერიკასავით. სინამდვილეში ნამდვილი მწვანე ჰალკია. ოჩა! უსაფრთხოებისთვის გადავწყვიტე დამცავი გამეკეთებინა, იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდება. მე ვარ ის, ვინც როლიკებით ყველაზე ცუდად სრიალებს. ეს არის სამარცხვინო, უსამართლო და გამაღიზიანებელი. ახლა ხვდები რას გზნობდა ბოგდანი, როცა ტანვარჯიშის გამოწვევებს ვაკეთებ. კარგი, ვცადოთ. ნიკოლ. ხოჩა! ქულების გაგების დროა. წავედით. ყველა მზად ხართ? კი! პირველი ადგილი ტაია. ვუჰუ! და ზლატა. ვუჰუ! მათ 10 ქულა აქვთ. ვუჰუ! მეორე ადგილი კირილ და ნიკოლი. ვუჰუ! მესამე ადგილი ჟენია. ვუჰუ! ჟენიას 7 ქულა აქვს. წავედით, სასჯელი აღვასრულოთ. და სასჯელი, რადგან ჟენია დამარცხდა, ავიღებთ მის ერთ მაისურს, დავხატავთ მასზე და გავათამაშებთ ჩვენს გამომწერებზე. ვუჰუ! მართალი რომ თქვა, ძალიან მაგარი სასჯელია, რადგან მაისურს თქვენ შორის გავათამაშებ. მე კი ჩემი გამომწერებისთვის არაფერი მენანება. მაისურის მოსაგებად უნდა გამოიწევოთ არხი და კომენტარებში დაწეროთ მაისური მინდა. აბა ჟენია, მოიტანე მაისური. აი მაისური მოიტანე. რის დახატოს ვაპირებთ? მის ნიკოლი. დავხატოთ. და ჩვენი ავტოგრაფები. მის ნიკოლის ოჯახი და ჟენია. მოდით, ხო, ხელი მოვაწეროთ, მაგარი იქნება. მე დავწერ მის ნიკოლის ოჯახს და ჩემს ხელმოწერას, უბრალოდ ავტოგრაფს.
ნახეთ რა ლამაზია ნიკოლის ხელმოწერა, დაწერეთ კომენტარებში ლამაზია თქვენი ხელმოწერა თუ საერთოდ ვერ კითხულობთ მას. დიახ, ჩემი ხელმოწერა საკმაოდ რთულია, თუმცა შეიძლება ჩემი პასპორტის გაყალბებაც კი შეძლოთ. დღეს ბოდია ჩვენთან არ არის, მაგრამ ხარს დაუჭერ და დაუწერ. აუ! ვაუ! ამ პრიზის მოსაგებად გამოიწევეთ არხი და კომენტარებში დაწევეთ მაისური მინდა. მოდით, გადავიდეთ შემდეგი ლეცზე და სასჯელზე. Yes! მზად ხართ მეორე ილეთისთვის? კი! მაგრამ ჯერ სასჯელი. მე, ჟენია დაატრიალებს. კარგი, მოდი დავატრიალოთ. ბავშვი, აბა წავიდეთ ნახოთ როგორ გამოიყურება ილეთი. წავიდა. ილეთს ქვია ტალღა. ასე გამოიყურება. ვა, სერიოზულად? ჭანდაბა. თავარია ღობეზე არ გადავფრინდეთ. ტაია. ფიქრობ ეს ამასანა უფრო ადვილია ვიდრე პირველი. ამ ტაღაზე ნავი ვიყავსურავ. დაინახეთ, მისი ფეხი წინ იყო და მერე გაფრინდა. ზლატა. ძალიან მეშინია ვუყურებდი ამ ყველაფერს და ფეხები მიყანკალებს. სასიაოვნო ჩემთვის ნამდვილად არ არის. პირველად ვაკეთებ ამას და მეშინია. ეს ბრამპის პირველი იქნება ჩემთვის. მოკლედ ამ ვიდეოში ყველაფერი პირველად გამომდის. ხო, ეს არის ერთადერთი ტაღა, რომელსაც გავაკეთებ. ეს არის პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა ასე შემეშინდება. ვაიმე! კინაღამ თავი მოიკალი, საშინელი იყო. ის კინაღამ დაეცა. გეთანხმები. ბოლო პლასტარზე ის ასე გაფრინდა, მეგონა უკვე ზურგზედაც ემას აპირებდა. მაგარი იყო. კირილ. მე ცოტა მოვითხოვე, მანამდე მისია როლიკებით სრიალი, მაგრამ უფრო ნიკოლზე ვღელავ, რადგან ეს მისი პირველი შემთხვევაა, როცა როლიკებზეა და არ მინდა წაიქცეს. კარგი მზად ვარ. გიჟი ხარ, კირილ, კინაღამ გული გამისკდა. ჟენია მეჩვენება თუ მან შენგან ისწავლა. აი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. თუ პირველად არ გამოგივიდა, არ გაჩერდენ. მეორედ აუცილებლად გამოგივა. ჟენია. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. ნახეთ კირილმა როგორ გააკეთა და მართლა შემეშინდა. მაინც იმედი მაქვს რომ გადავრჩები, ასე რომ წავედით. ისე ძალიან მაგარი იყო. Yes, ის არ დაეცა. კარგი, არ შეგეშინდა? სულაც არ იყო საშიში. ნიკო. მოკლედ, როგორც გავიგე, როლიკებში ყველაზე სუსტი მე ვარ და ძალიან მეშინია. თუ რამეა, არხს კიკის და მაიქს მემკვიდრეობით დავუტოვებ ჩემს შვილებს. ხო, მე არ ვარ ის, ვინც დანებდება, რადგან საერთოდ და რისი წაგება რა არის. და ვთხოვთ ჩვენს რომ დავეხმაროს. მოდი გავიგოთ კულები. სად ხართ კულების გასაგებად? კი. პირველი ადგილი ტაია. მას 10 კულა აქვს. მეორე ადგილი ზლატა. Yes! მას 9 კულა აქვს. მესამე ადგილი ჟენია. Yes! და კირილი 8 კულა. Wow! და ბოლო ადგილი ნიკოლი 7 კულა. აუ. გონი ჟენია ბედნიერია რომ წავაგე. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ეს არ არის გზნობა, ეს ფაქტია. ნიკოლი იღებს სასჯელს, რომელსაც ბავშვი ქვია, წავედით. აბა სასჯელის დროა. სასჯელი ბავშვი, ჩაგასმენთ ამპერს, რომელსაც ნუტელას წაუსვამთ და თითქოს შიგნით ბავშვმა მოკუკა. და ის შემდეგ რაუნდამდე უნდა გეცვას. არა, ყველა იფიქრებს, რომ ეს მე ვქენი. მართალიც იქნება. მოდი წაუსვათ ნუტელა. შენი თითი ყავისფერია. ვაუ, ნიკოლ, მაგრად გამოიყურები. ჯანდაბა რა საშინელებაა, სავაჭრო ცენტრში ამ პარტნიორსით ვიდიები როლიკებზე. ნიკოლს გაეპარა. ზად ხართ ილეთისთვის? კი. არა. მანამდე ჩვენ სასჯელს ავირჩევ. ვიდაატრიალებს? მე, პირველი ვიყავი. ჩინური ჩელენჯი. შემდეგ ილეთს ქვია მჟავა.
მოდი წავიდეთ, ნახოთ. ასე გამოიყურება. ტაია. გონია რომ ძალიან ნადვილი იქნება. ის უბრალოდ პოზირებდა, მოდელია თუ რა? ზლატა. მეგონა რომ უბრალოდ ჩამოვჯდებოდი და ეს იქნებოდა. აღმოჩნდა რომ სრიალიც უნდა შევძლო. შემთხვევით ეს მოულოდნელი იყო, ისევე როგორც ნიკოლისთვის ის პამპერსი. წავედით. მანაც პირველ სტაზე გააკეთა. რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, ჩემი პირველი ადგილი ზლატას უნდა გაუზიაროთ. კირილ. ხახო ბოლოს დავეცი, ამჯერად რაღაცის მოტეხვა მინდა, არა? ხუმრობ, მამას ვარ გავაკეთებ, წავედით. ის კინაღამ დაეცა, დაინახეთ? ძალიან მაგარი იყო. ვუხურებ ამ ყველაფერს და ხვდები, რომ სასჯელი ჩემი იქნება. როლიკების ჩელენჯი ყველაზე მკაცრი სასჯელებით. დიდი მადლობა. ჟენია. მე არ მეშინია როლიკების სრიალის. როლიკები ჩემია, როლერბლეიდინგი ჩემი ცხოვრებაა. ახლა გამოვალ და პირველ ადგილს დავიკავებ. უკვე მზად ვარ, აბაჰე. ასე, ბალანსი. აუ. როგორც ჩანს, შანსი მაქვს. უნდა დამოვიყენო, წავედი. ნიკო, მიდი. ნიკო, შენ შეგიძლია, მიდი. გონია რომ თანაბრად გავაკეთეთ. მოდი ქულები გავიგოთ. უჰუ! მზად ხართ ქულების მოსასმენად? კი. პირველ ადგილზე 3 ადამიანია. უჰუ! ტაია, კირილი და ზლატა. უჰუ! მათ 9 ქულა აქვთ. ოჩა. მეორე ადგილი ნიკოლი და ჟენია. მათ 7 ქულა აქვთ. 7 ქულა. ვითამაშოთ ჯერანი და ვინც აგროს დაისჯება. შემიძლია შევასრულო სასჯელი ნიკოლისთვის თუ ის წააგებს? ფიქრობ შეგიძლია, მეგობრებო, რას ფიქრობ? ვაუ, ძალიან მაგარია, ყოჩა. ასევე ჟენია ბოლოს სასჯელზე. ნიკო ძალიან მიხარია. მოდი არ გვინდა ჯეირანი, მე შევასრულებ სასჯელს. ჟენია მაგარი ხარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან ეს ჩემთვის გააკეთა. მოკლედ წავედით და სასჯელი ჩინური ჩელენჯი. უჰუ! საქმე იმაში, რომ შემწარი ჩინური მატლები უნდა ჭამო. რა საზიზღრობა, ისე კრეკერის გემო აქვს. და საშინლად ამაზრენად გამოიყურება. წავედით, ავირჩიოთ შემდეგი სასჯელი. უჰუ! სად ხართ დავალებისთვის? კი! ვინ არჩევს სასჯელს? ტკბილი ცხოვრება. რა არის? ეს რაღაც წებოვანის და ტკბილის მიქსია, მაგარი და ძალიან წებოვანი იქნება. არა, მგონია რომ რაღაც ტკბილ და გემრიელ შოკოლადს ან კინდერ სურპრიზს ვიყიდით და შემდეგ ერთად შევჭამთ, გავიზიარებთ. წავიდეთ ილეთის სანახავად. შემდეგ ილეთს Jump Ramp Jumpy ქვია. ახლა გაჩვენებთ. მეგობრებო, თუ არ იცოდით, ჰამედი ფიგურულ სიაში ირანის 4-ში ჩემპიონია. ეს ძალიან მაგარია. ხო და მგონი ტაიაც ასე გადახტება, ასე რომ ტაია. ტაია. მეჩვენება როგორც ყველა სხვა დავალება, ამასაც მარტივად გამომკლავდები. ის ჰაერში გაჩერდა. ისე ისიც მაღლა გადახტა. კარგად გამოგივიდა. ზლატა. ვერ ვარ კარგი სასიელო რემპებზე, მაგრამ ერთხელ თხილამურებზე დავეცი და თავი დავარწყი, ამიტომ ავიღებ ჩაფხულს და ვეცდები რომ არ დავეცე. ზლატა. კარგი, ვერ ავხტები ბოდიში, მეტი არ შემიძლია. კირილ. აქ ცოცხალი მოვედი და ცოცხალი მინდა წავიდე. ასე რომ ჭირდება ჩაფხუტი. მაინტერესებს ნეტა შეყვარებული ყავს. ზლატა შენ შეყვარებულს ახლა ხნს დაშორდი და უკვე სხვას ეძებ? რაზე ლაპარაკობს? არაფერი, არ მოусმინო. ჟენია. რაკეტასავით ავფრინდები და მთელი პლანეტა ჩემი იქნება. მან ფეხი ასია, თითქმის გამოუვიდა. მაგარი იყო. ნიკოლ.
არ მინდა სიკვდილი და ასვაპირებს. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ აქ, რადგან პირველად ვარ როლი კეპზე და მაიძულებენ რომ რამპზე ავხდე. ნიკო. ტრაკით დაეცა. წავედით, აბა რას ელოდებით? მე ჩიტები და ვაშტყლები დავინახე. ცოტაც. მოდი ვნახოთ ქულები. სათხარ ქულების მოსასმენად? კი. პირველი ადგილი ტაია და ჟენია. მათ 10 ქულა აქვთ. კირილი მეორე ადგილზეა. Yes! მას 9 ქულა აქვს. მესამე ადგილი ზლატა. Yes! მას 8 ქულა აქვს. ბოლო ადგილზე ნიკოლია. მას 7 ქულა აქვს. Yes! აბა წავიდეთ, სასჯელის დროა. სასჯელის არსი ისა, რომ შესქელებული ზით დასველებული მაისური უნდა ატარო. ეს ყველაზე მკაცრი სასჯელია, რაც მქონია. ფიქრობ, კიდევ ერთ სასჯელს შევასრულებ ნიკოლისთვის. სერიოზულად? სერიოზულად? ჟენია ძალიან მაგარი ხარ. ჟენია კაცია. საუკეთესო ძმა მსოფლიოში. გავიქცეთ, სასჯელი აღვასრულოთ. ღმერთო ჩემო. ჯანდაბა. რა წებოვანია. ძალიან მადლობედი ვარ მისი, რომ ამის გაკეთება არ მიწეს. ვაი. მოდი ვნახოთ შემდეგი ილეთი. სათხარ შემდეგი ილეთისთვის? კი. ბოლო დავალება უჩვეულო იქნება, ყველას თავისი დავალება ექნება. გამოდის რომ ყველას განსხვავებული დავალება ექნება? ანუ ყველასთვის ერთი რამ კი არა, ყველასთვის განსხვავებული რაღაც იქნება? რაც გულისხმობ? ყველაზე რთული დავალება მე მექნება. დავალება იქნება თქვენი დონის მიხედვით. ფიქრობ, ეს სამართლიანია. თქვათ, ტაისია კარგად სრიალებს, მაგრამ ნიკოლი არც ისე, ასე რომ ყველაფერი სამართლიანია. საერთოდ არ შემიძლია სრიალი. სასჯელს ქვია იხბალი. მოდი შევხედოთ ილეთს. ტაია. მართალი გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენ რა დავალება უნდა მომცეს ჰამედმა, მაგრამ ვიცი, რომ კარგად სტრიალებ, ამიტომ 100% ამოცანა ძალიან რთული იქნება. ნახოთ, წავედით. კარგი ტაია, შენ მორიელი უნდა გააკეთო. და მერე ფეხს აწევ. სერიოზულად? უკანასკნელს უნდა ვისრიალო? ძალიან რთულია. ტაია, მაგარი ხარ. ის ძლიერია. მაგარი ვარ, ვიცი. ზლატა. უცნობილეთი საშინელებაა, ძალიან საშინელებაა. ვიცი რომ დავალება სირთულის მიხედვით ირჩევა. იმედია რთული არ იქნება და შევძლებ მის შესრულებას. და იმედია ეს არ იქნება სასრიალო რემპი, რადგან ის მართლაც საშინელია. კარგი, ზლატა, შენი ამოცანა ასე გამოიყურება. მე გაჩვენებ და ვიცი რომ ნამდვილად შეგიძლია. სერიოზულად, მას რთული ამოცანა აქვს. ძალიან რთული ილეთია. მე ვფიქრობ მარტივია. ვაუ! მაგარი იყო. კი. მოთხოვნად ველოდები იმის გარკვევას თუ რა დავალება მომცა მწვრთნელმა. ნახე წინა დავალებები ბიჭებისთვის და ვერ ვიტყვი რომ მარტივი იყო. მე კარგად არ მიასპარეზია. ჩემი უნარები არ გამოვაჩინე, რათა უფრო მარტივი დავალება მიმეღო. ახლავე გაჩვენებ რას გააკეთებ. კარგი ვნახოთ. ვაუ! ეს არის პისტოლეტი. კირიოს არ გამომართლა. მე გავაკეთე. კოჩა! კირიუш, შენ საუკეთესო ხარ. ჟენია. ფიქრობ შესქელებულიზე დამეხმარება ამაში. ზით ვარ დაფარული და ფიქრობ ჩემი დავალება საოცარი იქნება. მგონია რომ წვნელი დამიდობს. წავედით. კარგი ჟენია, შენი ამოცანა ცოტა რთულია, მაგრამ ამას აუცილებლად შეძლებ. ის დაეცემა. ჟენია. ჟენია რომ არ დაცემულიყო, ჟენია არ იქნებოდა.
კარგად ხარ შემოთქმილო ღვეზელო? ჟენია, მე მჯეროდა შენი. ნიკო. ჟენია შემეცოდა, მან დღეს ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის. ძალიან მადლობერი ვარ, რომ მან ეს სასჯელი გააკეთა და არა მარტო ეს. გონია რომ ის საუკეთესოდ გააკეთებს ყველაფერს, რადგან ჟენია მაგრად სრიალებს. ნიკოლ, შენთან ეს ილეთი მაქვს. მაგარი იყო. ვა, საერთოდ არ ველოდი რომ ამას შეძლებდი. კარგად გააკეთე, სუპერ. მოდით ქულები ვნახოთ. ზად ხარ ქულების მოსასმენად? კი. პირველი ადგილი ტაია, ნიკოლი და ზლატა. მან 10 ქულა აქვს. მეორე ადგილზე კი კირილია. მას 9 ქულა აქვს. მესამე ადგილზე ჟენია. ჟენიას 8 ქულა აქვს. ისეთი სასჯელები გავაკეთე, რომლებიც საერთოდ არ უნდა გამეკეთებინა, ასე რომ ახალს არ აუშავს, წავედით. ახლა მითხეს თუ რა იქნება ჩვენი სასჯელი. რა არის კინდერია? არა, ახლა ვეგეტყვი. 3 ბუშტი იქნება მაღლა და შენ მად უნდა აერშიო ერთ-ერთი მათგანი. ერთი ბუშტი წყლით იქნება სავსე, მეორე კოკაკოლით, მესამე კი ფქვილით. ამ ყველაფრიდან ფქვილი ალბათ საუკეთესო იქნება. ჩვენ გვაქვს 3 ბუშტი სხვადასხვა შიგთავსით და 3 ადამიანი ვისაც უჭირავს ეს ბუშტები. უნდა აერჩიო ერთ-ერთი. აირჩიე კირილი, ტაია თუ ნიკოლი. ჯანდაბა, მე კირილს ავირჩევ. ახლა ბუშტი გამოჩნდება შენს თავზე, შეხედო და შემდეგ გახეთქავ, გაიგე? 3, 2, მიდი! ჯანდაბა. ძალიან გამიმართლა, ეს საუკეთესო ვარიანტი იყო. ზად ხართ გაიგოთ ვინ მოიგო დღეს? კი! დღეს ტაია მოიგო 49 ქულით. ეს ტიპის მაქსიმალური ქულა. მეორე ადგილი ზლატა, მას 46 ქულა აქვს. Yes! მესამე ადგილი კირილი. მას 53 ქულა აქვს. პატარა სხვაობა. მეოთხე ადგილი ჟენია 40 ქულით. ვაუ! მეხუთე ადგილზე ნიკოლია. მას 39 ქულა აქვს. ერთი ქულით ჩამორჩები. 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის არსზე ხართ. ვადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება, ჩვენ გავიკეცით. ნახვამდის. მეგობრებო, მიმართავ ყველას, ვისაც სახი გამოწერილი არ აქვს. თქვენს გაქვს შესაძლებლობა მოიგოთ მაისური. ეს არ არის მხოლოდ მაისური, ის შეიცავს ჩვენი სულის ნაწილს, თითოეული ჩვენგანის. მის მოსაგებად ორი რამის გაკეთება გჭირდებათ. პირველი არხის გამოწერა, ჩვენ შევამოწმოთ აუცილებლად და მეორე დაწერეთ კომენტარი მაისური მინდა და შეგიძლიათ მოიგოთ იგი. თუ უკვე გამოწერეთ არხი, უბრალოდ დაწერეთ კომენტარი და ჩვენ შევამოწმებთ თქვენს გამოწერას და იქეთ დაიმარჯვოთ. სულესა! გნახავთ კომენტარებში, მიყვართ.